გაიყვანეს და შეახვედრეს იმდროინდელ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს თეატრულუკიანმა დღეს განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ გამოძიება უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ფარცხალაძის ეპიზოდს, რომელიც აღარ არის ძალიან ბევრი წელია, რამდენი წელი გავიდა, 2 წელი ასევე მთავარი პროკურორი და პროკურატურა დღეს დგას აბსოლუტურად სხვა გზაზე, განვითარების და პროგრესის გზაზე, ესეც არის წარსული. მაგრამ ჩვენ გავასაჩივრებთ მაგალითად იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეყრდნა მხოლოდ მერაბიშვილის მონაყოლს, რომ მას ჩამოაცვეს თავზე ჯემპრი, გაიყვანეს და აჩვენეს დარბაისელს და ფარცხალაძეს, როგორც თავად ის მოუყვა სტრასბურგის სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლომ გითხრა, რომ რატომ არ ჩაატარეთ გამოძიებაო. ჩვენ ჩავატარებთ გამოძიებას და დიდ პალატაში ვიდავებთ იმაზე, რომ რეალობა ალბათ სხვა იყო და არ უნდა დაეყრდნოს სასამართლო მხოლოდ მომჩივნის განცხადებებს, მაგრამ ეს არის ერთი გამოძიების. ახლა ჩატარდება სხვა გზა არ ექნება პროკურატურას, ჩატარდება გამოძიება. კამერების ჩანაწერები უნდა ინახებოდეს დიდხანს. ეს უნდა გავაკეთოთ მომავალში, რომ მომავალში არ აღმოჩნდეს პატიმარი მსგავს მდგომარეობაში. ეჭვებს ადვადებს, რომ არ არის წარსულს ვერ გავასწორებთ. წარსულს ვერ გავასწორებთ, გარდა იმისა, რომ უნდა მოხდეს გამოძიება.